ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდი რეპრესიების პირობებში საიადროებით საქმიანობას კრიზისულ რეჟიმზე გადადის და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებულმა რეპრესიულმა გარემომ გავლენა მოახდინა მათ საქმიანობაზეც. ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში სიცრუით არის გაჯერებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს, თუმცა დასკვნაში არის რეკომენდაციებიც, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამება და გასათვალისწინებელია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო ქაოტური ხდება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმების გამო თეთრი სახლის ოფიციალური პირები გამგზავრებას ვერ ახერხებენ, რუსეთის წარმომადგენლებს კი ამერიკაში ჩასვლა არ სურთ. ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა კიდევ 6 თვით 2026 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს ინდივიდუალური სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე. შესაბამისად, სანქციები კვლავ გავრცელდება დაახლოებით 2600 ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარგის კუნძულზე სამხედრო ობიექტები დაბომბეს. პრეზიდენტის გაფრთხილებით, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას გააგრძელებს, შემდეგი სამიზნე შესაძლოა ნავთობის კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდეს. თავის მხრივ, შაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამერიკასთან დაკავშირებულ ნავთობის ობიექტებს ფერფლად აქცევს, თუ კუნძულზე ნავთობის ობიექტები სამიზნე გახდება.